მოცემულია წინადადება, რომელიც ესე ჟღერს, რომ თუ სიტყვა არ შეიცავს ასოს, მაშინ ეს სიტყვა არ შეიცავს და ასოებიდან ერთს მაინცო. ქვემოთ ჩამოთვლილი სიტყვებიდან რომელი გამოდგება იმის დასასაბუთებლად, რომ მოცემული წინადადება მცდარია. ეხლა ამაზე 6 თვე მუშაობდით ჩემს მოსწავლეებთან ერთად, სადაც მცდარობა და ჭეშმარიტება და თუ ნაწილაკით დაწყებული წინადადების სრული მიმოხილვა და მთელი ეს მეცნიერება შევისწავლეთ, ხო? რას ნიშნავს საერთოდ მცდარობა და ჭეშმარიტება? ჭეშმარიტება ნიშნავს იმას, რომ რაღაცა სიმართლეა, მცდარობა ნიშნავს რაღაც, რომ ტყუილია. ეგ გასაგებია. მაგრამ თუ კი წინადადება იწყება თუ ნაწილაკიდან, მაგაზე არის ხოლმე დისკურსი რა, რომ ეგ უჭირდათ თავიდან შემოსწავლებს, მე ყველა მაითვისა. მაგ დროს როგორ ხდება ჭეშმარიტების და მცდარობის აღმოჩენა? მოკლედ, როდესაც თუდან იწყება წინადადება, ხო? ეგ არის პირობას, კონტრაქტს გიდებს, ხო, ავტორი და რას ნიშნავს? იმას, რომ განურჩევლად იმისა შენ რაიმე წინადადების მხედველობაში მაქვს თუდან დაწყებული წინადადების. ჭეშმარიტებას ეძებ თუ მცდარობას, მთავარი რა არის, იცი? რომ ეს დასაწყისი თუდან დაწყებული პირობა უნდა მოხდეს, უნდა შესრულდეს. ანუ ზოგი ფიქრობს, რომ მცდარობა იმას ნიშნავს, რომ ეს შეთანხმება არ უნდა მოხდეს. არა, პირიქით არის სინამდვილეში, ხო? ვიღაც რო დაგკვირდეს, რომ აი საზღვარგარეთ რომ გავემგზავრები, იქედან iPhone 18-ს გამოგიგზავნი, ხო? ნახე, რა დროს არის მცდარი? ანუ რა დროს არის მატყუარა ეგეთი ტიპი, რომ არ გაემგზავრა საზღვარგარეთ არავითარ შემთხვევაში. ის ტიპი მატყუარა არის და რესპექტს კარგავს შენ თვალში, როცა საზღვარგარეთ წავიდა და აღარ გამოგიგზავნა ის iPhone 18, ხო? ანუ როცა დათქმა სრულდება, ანუ კონტრაქტი, ხელშეკრულება, შეთანხმება შენთან მისრულდება, მაგრამ რეზულტატი აღარა, ეგ არის მცდარობა. და არა ის, რომ თუ ნაწილაკით დაწყებული პირობა მოშალო, ხო ხვდებით? და იგივეა ჭეშმარიტებაშიც რა, და თუ დაწყებული შეთანხმება უნდა მოხდეს და მაშინ დასკვნაც უნდა მოხდეს, ანუ iPhone-ი უნდა გამოგიგზავნოს და მაშინ კაი ტიპი იქნება, ანუ ჭეშმარიტი და ესე იგი სიმართლე მაგიტო გამოვიდა, რომ რაც თქვა გააკეთა. როგორი ადამიანები სარგებლობენ პატივისცემით, ვინც დადებენ პირობას და ასრულებენ. როგორები არ სარგებლობენ ასეთი მითი, ხო? რეპუტაციით. ისინი, ვინც პირობას დადებენ და არ ასრულებენ, ეგენი ცუდები არიან. ხო და ნახე? აქაც იგივეა. მცდარობა რო აკითხვა, ხო არის ქვემოთ ჩამოთვლილი სიტყვები და რომელი გამოდგება, რომ დაასაბუთო, რომ წინადადება მცდარიაო. განა ის, რომ არ უნდა იყოს პირიქით, უნდა გემშელა кейსზე, სადაც სიტყვა ანუ განა ის, რომ არ გადახაზო და იმსჯელო იმაზე, რომ თუ სიტყვა შეიცავს არა, პირიქით, რაც წერია ეგ-ეგრე რჩება და დასკვნა იცვლება, მთლიანად ყირავდება. ნახე, თუ სიტყვა, ანუ ჭეშმარიტება რო გდომოდა, რომ დაგემტკიცებინა, მაინც ეგრე იქნებოდა, თუ სიტყვა არ შეიცავს ასოს, ეგეთ სიტყვაზე უნდა გემსჯელა და თუ ჭეშმარიტებას ეძებ, მართლაც, ეს სიტყვა არ შეიცავს და უასოებიდან ერთს მაინცო. ანუ სიმართლე იქნებოდა ის, რომ არ ყოფილიყო და ან არ ყოფილიყო, ან არ ყოფილიყო, ან არც ერთი არ ყოფილიყო, ეგ იქნებოდა სიმართლე. მაგრამ მცდარობა იცი რა არის? სიტყვაში კონტრაქტი, ამ შემთხვევაში კონტრაქტის პირობები ჩაირთოს, გაწითლდეს პირობა, ანუ თუ სიტყვა არ შეიცავს ასოს, ეგეთი სიტყვა იპოვოს, სადაც მართლა არ არის, მაგრამ მე რო ამბობს, რომ მაშინ ეს სიტყვა არ შეიცავს და უასოებიდან ერთს მაინც, აი აქ გაამცდარო, ანუ რეზულტატი ამოყირავდეს. ანუ როცა ავტორი გეუბნება, რომ ისეთ სიტყვაშიო, სადაცო არ იქნებაო, ან არ იქნება, ან ან არც ერთიო, ხო? ერთს მაინც რას ნიშნავს? მინიმუმ ერთს მესამედ უხდება ეს სიტყვა უკვე აქამდე ამ ვარიანტში, ხო? ხო და რა უნდა გააკეთო ასეთ დროს? სინამდვილეში ორივე უნდა იყოს რა, ისეთ სიტყვაში, სადაც არ არის. ანუ არ შეიცავს და უასოებიდან ერთს მაინც ეგრო ამოატრიალო, გამოდის, რომ ორივე უნდა იყოს, ხო?
აი პრაქტიკიდან, ანუ კონკრეტული ვერსიების გატესტვით უფრო მიხვდები, ნახე. ავერსია Z-ის ხილი. აი Z-ის ხილი ნახე როგორი თემა არის, Z-ის ხილში მართლა არ არის A100. ამიტომ მასზე გაგრძელდებოდა მსჯელობა, ხო? ეს სიტყვა ჩვენთვის რელევანტურია, ანუ თუ სიტყვა არ შეიცავს A100-ს, დიახ, Z-ის ხილი არ შეიცავს A100-ს და ამიტომ აგრძელებ მსჯელობას. მაშინ ეს სიტყვა არ შეიცავს E და U-ასოებიდან ერთს მაინც, ანუ რომელიღაცას მაინცო. ეს ან U-ს არ შეიცავსო რა. ან ერთს, ან მეორეს, ან არც ერთსო. ხო და ნახე, Z-ის ხილში U ხო არ არის. ხო და ესე იგი ჭეშმარიტება დაამტკიცა პირველმა ვერსიამ რა. იმიტომ რომ A არ არის, ხო და როცა A არ არისო, E და U-დანო რომელიღაცა არ იქნებაო. ან ერთ-ერთიო, ან არც ერთიო. ხო და თუ Z-ის ხილზეა საუბარი, A მართლა არ არის და არც U არ არის. გასაგებია რომ E არის, მაგრამ U ხო არ არის. ხო და მაგით სიმართლე დამტკიცდა ამ წინადების და არა მცდარობა. შემდეგ. საუნივერსიტეტო. საუნივერსიტეტოზე საერთოდ არ უნდა იმსჯელო. ეგრევე უნდა გადახაზო. იმიტომ რომ ჩვენი მიზანი არის სიტყვათა ის კლასტერი და ის კატეგორია, რომლებიც არ შეიცავენ A100-ს და საუნივერსიტეტოში არის A100. ამიტომ თუ სიტყვა არ შეიცავს A100-ს, არის A და შენ ეგ არ გაინტერესებს, შენ გაინტერესებს კონკრეტული მოვლენა, რა როგორ განვითარდება თემა, როცა A არ იქნება სიტყვაში და აქ არის A. ამიტომ ზოგი ფიქრობს, რომ რახან არის A, ავტომატურად მცდარობა დამტკიცდა, როგორც დასაწყისში გითხარი, ხო? სინამდვილეში არც მცდარობა მტკიცდება და არც ჭეშმარიტება. იმიტომ როგორც წეღან მოგიყვანე მაგალითი, ხო? აი თუ შევცვალოთ მაგალითი, თუ სამაგისტრო ჩავაბარე და წარმატებით ვისწავლე მაგისტრატურაზე, საზღვარგარეთ ერაზმუსით წავალ, ხო? აი თუ არ ჩააბარე და უარი თქვი სწავლაზე, მერე აღარ მოგეთხოვება ერაზმუსით წასვლა რა. ხო მასე, ანუ ის წინა მაგალითი რო არის, როდის მოსთხოვ ადამიანს პასუხს, რომ აი დაბადების დღე, შენი თუნდაც თუ ნაწილაკი რომ მოაცილო. შენი დაბადების დღე რომ მოვა, საჩუქარს გაგიკეთებ. აი საჩუქარი თუ არ მიიღე, ხომად ყო არა ის ტიპი. ხო? და აი ეგ არის რა, მცდარობა. რაღაც შედეგი დადგეს და ხო? რეზულტატი, ესე იგი რაღაც პირობა მოხდეს, როგორც დასაწყისში დაიწყო ავტორმა და შედეგი აღარ. აი წეღანდელი მაგალითი, თქვა თუ სადღაც სლოვაკეთში თუ ჩავფრინდები, იქედან ტკბილეულს გამოგიგზავნი. ნახე რა თემა, თუ არ ჩახვედი სლოვაკეთში, მაგით ვერაფერი ვერ მტკიცდება. ტკბილეული მაინც შეიძლება გაუგზავნო ადამიანს, უბრალოდ ეს სლოვაკეთიდან ვეღარ მოხდება კონკრეტულად შენ მიერ. ხო და უფრო მარტივად რო გითხრა რა. აი მაგიდაზე ლეპტოპი და ტელეფონი, ხო? დევს წარმოიდგინე. თუ იტყვი რომ თუ მაგიდაზე დევს ტელეფონი, მაშინ მან დევს ლეპტოპიც. გასაგებია, თუ ტელეფონი დევს, ლეპტოპიც უნდა იდოს, მაგრამ თუ ტელეფონი არ დევს, ლეპტოპი შეიძლება იდოს, შეიძლება არა. ანუ, როდესაც საპირისპირო რამ ხდება, შედეგი გაურკვეველია და შესაბამისად მაგ кейსზე არც კი მსჯელობ და აქედან გამომდინარე, თუდან დაწყებული წინადადება დასაწყისშივე ჩაიშალა, ანუ მისი საპირისპირო მოხდა, მაგ ვერსიაზე მსჯელობა აღარ მიმდინარეობს, ანუ ვერც ჭეშმარიტება მტკიცდება, ვერც მცდარობა და ზოგიერთ кейსში მაგას სიმართლე თვლით, განსაკუთრებით ბოლო წყობებში, სადაც bypass-ი ქვია მაგას, გვერდი უნდა აუარო იმ პირობას, რომელიც თუდან დაწყებული ნაწილაკის საპირისპირო რეალობას მოგცემს. ხო და საუნივერსიტეტოში არის. ამიტომ თუ სიტყვა არ შეიცავს A100-ს, შენ ეგ მოთხოვნა, რაც ავტორმა წამოგიყენა, შენ წინაშე ეგ არ არის. სხვა რეალობა არის, სიტყვა, რომელშიც არის A100 და ეგ ვერაფერს დაამტკიცებს, ვერც სიმართლეს, ვერც ჭეშმარიტებას. ეგ სხვა გარემოება, ეგ იგივეა, რაც თქვა, რომ ნიდერლანდებში თუ ჩავალ, ასე მოვიქცევი და მერე რო აღმოჩნდეს, რომ ჩახვედი სიტყვაზე ინგლისში.
ხო სულ სხვადასხვა რაღაც არის. ორივეს შეიძლება ერთ და იგივე შედეგი მოყვეს, ან არ მოყვეს, ამიტომ აღარ მიდის მსჯელობა თუ შენ დადე პირობა ნიდერლანდებზე ინგლისში რო ვიღაცამ დაგინახოს, არაფერს არ მოგთხოვს. ვერც ჭეშმარიტება მტკიცდება, ვერც მცდარობა. ჭეშმარიტება შეიძლება დამტკიცდეს და მცდარობაც, ანუ სლოვაკეთშიც შეიძლება ნახო მუზეუმი თუ პირობა ქონდა დადებული და ინგლისშიც შეიძლება ნახო და საფრანგეთშიც, მაგრამ შეიძლება არსად არ ნახო. ხო და თუ კონკრეტულად სლოვაკეთზე ქონდა რომ სლოვაკეთის მუზეუმს ნახავ და რაღაცა იქ, მაშინ ინგლისში იგივეს ვეღარ მოახერხებ. ხო და აქედან გამომდინარე, ერთით შეიძლება მოხდეს, ორივეც. ეგ არის იდეა ასეთი თუდან დაწყებული წინადადებებისა, რაზეც ჩვენ მრავალი თვე მეცადინეობდით მოსწავლეებთან ერთად და დასანანია რომ შენ არ იყავი ჩემი მოსწავლე, იმიტომ რომ ახალ სიმაღლეებზე აგიყვანდი რა. ხოლო თუ იყავი, მგონია რომ ამას სწორად დაწერდი. გევერსია, ნახე, სიძულვილი. სიძულვილი, ну, ერთადერთი სიძულვილი გამართლებულია მხოლოდ ცოდვის მიმართ, ანუ ბოროტების მიმართ, თორე სხვანაირი სიძულვილი ვერ გამართლდება. მაგრამ მაგ თეოლოგიურ დისკურსს რო მოვწყდეთ ცოტა ხნით, სიძულვილში მართლა არ არის და მოქმედებს ეს პირობა, ანუ თუ სიტყვა არ შეიცავს აასოს, დიახ, სიძულვილში არ არის აასო. ესე იგი გამოგვადგება სამსჯელოდ, გრძელდება მსჯელობა. მაშინ ეს სიტყვა არ შეიცავს ე და უასოებიდან ერთს მაინცო. აი სიძულვილში უ არის, მაგრამ ე არ არის, ხო? ესე იგი მაგანაც ზეთისხილის მსგავსად ჭეშმარიტება დაამტკიცა. ზეთისხილსა და სიძულვილში როგორი ორი დრამატულად სხვადასხვა სიტყვაა, ხო, მაგრამ ორივე საერთიანებს ის, რომ არც ერთში ა არ არის და გრძელდება მსჯელობა და ორივე საერთიანებს ის, რომ ორივე ჭეშმარიტებას დაამტკიცებდა. კერძოდ ზეთისხილში უ არ არის და არ შეიცავს ე და უ-დან ერთს მაინც, ანუ სიმართლე მოხდა და სიძულვილში უ არის და ე არ არის, ანუ ჭეშმარიტება დაამტკიცა გევერსიამაც მოცემული წინადადების. ერუდირებული. ერუდირებული, ნახეთ, ამ სიტყვას თუ დავაკვირდებით, ამ ეპითეტს და ზედსართავ სახელს, დამახასიათებელ აღმწერ სიტყვას, მასში მე ვერ ვხედავ ას, ხო? ერუდირებულში ა არ არის. ანუ გრძელდება მსჯელობა, ხო? და თუ ა არ არისო, მაშინ ეს სიტყვა არ შეიცავს ე და უასოებიდან ერთს მაინცო და მცდარობას ვეძებთ, ანუ რეზულტატი უნდა შებრუნდეს. ერუდირებულს თუ დავაკვირდებით, მასში არის როგორც ე, ხო? ორი ცალი ე არის და ერთი ცალი უც არის. ხო და ნახე, ამან დაამტკიცა მცდარობა ამ წინადადებისა. იმიტომ რომ თუ სიტყვაშიო ავტორი გეუბნება ა არ იქნებაო, მოდიო მაგ დროს იმსჯელეო და ასეთ დროსო რომელიღაცაო, ან ეო, ან უო, ან არც ერთიო არ შეგხვდებაო შენო. ხო და ერუდირებულში ნახეთ, ავტორს ამარცხებ თავისივე თამაშის წესებში, ანუ ა მართლა არ არის და შეარცხვენდი ავტორს. ნახე, შენ მეუნებიო, რომ იქო ე და უდანო რაღაც მაინც არ იქნებაო. ერუდირებული მართლაც ის კატეგორიაა, რომელზეც ავტორი მსჯელობს და რომელიც რა თამაშიც უნდა რომ შეგითრიოს, მაგრამ ორივეა, ეც არის და უც. ხო და ეს სიტყვა არ შეიცავს ე და უასოებიდან ერთს მაინც კი არა, ორივეს შეიცავს. აღარ არსებობს რომ აღარ შეიცავდეს რომელიმეს, ორივეა. ხო და ნახე, თუდან დაწყებული conditional sentence პირობით წინადადება იგრევე ამოქმედდა, ჩვენ ინტერესშია ეგ. და ჩვენ ინტერესში იყო ის, რომ ორივეასო ყოფილიყო, იმიტომ რომ თუ რომელიმე არ იქნებოდა, მაშინ სწორია, რომ არ შეიცავს რომელიღაცას და ჭეშმარიტებას ამტკიცებს. ამიტომ რადგან ორივეასო მოხვდა, ესე იგი მაგან დაამტკიცა მცდარობა. ეს არის კომპლექსური იდეა და ახსნა ამ ყველაფრისა რა. არ შეიძლება ესე ზეპირად გაეცეს ამ კითხვებს პასუხი, რომ ამაში დ არის, ამაში რაღაცა ის არის, ამაში ა არის, ამაში ბ. უნდა იაზროვნო და პროფესიონალთან უნდა მოემზადო და აი სწორედ ერუდირებული პროფესიონალი და უნიჭიერესი კიდე აგერ გესაუბრება რა. და ნებისმიერი მოსწავლე მაგას დაგიდასტურებს, რომ ჩემი ყველა გაკვეთილი შედევრი იყო რა და მაგით უაბარებს ყველა ყოველთვის ხოლმე. და ევერსია.
ანუ ჩვეულებრივი ნიჭი მაქვს ღმერთისგან რა და აქ მრავალი თქვენგანი ზუსტად იგივეს მიწერთ ხოლმე. მე ახალს ხო არ ვამბობ რაღაცას. როცა ადამიანის შენზე მოწმობს რაღაცას და მე ვიმეორებ იმას, ამ პარტავნება და იყოს, ხო სიმართლეს ვამბობ, თავარი ხო ეგ არის. ევერსია იასამანი, იასამანზე არ იმსჯელებდი, იმიტომ რომ იასამანში, მაგას მნიშვნელობა არა აქვს, არამდენჯერ გვხდება. თავარია ხო არის ხო და ეგ არის სხვა შემთხვევა. ხო? ანუ ერთმა რო გითხრას, რომ მოდი ონლაინ თამაში შემეჯიბრე და UFC ვითამაშოთ სიტყვაზე PS5-ზე და შენ eFootball-ი ჩაურთო. ანუ ხო სხვადასხვა რაღაცა არის, ხო გეტყვის მე ეგ არ მითქვიაო და განა არ შეიძლება გეთამაშოს. როგორ არის? და მაგაშიც მოგიგოს და UFC-შიც მოგიგებ და დაუშვათ და რაღაც. მაგრამ ორივე მოვლენათა განვითარება შესაძლებელია, ხო? ანუ გეუბნება რომ UFC-ს თუ ჩართავ მოგიგებ, მაგრამ eFootball-ი რო ჩართო, შეიძლება მაინც მოგიგოს. უბრალოდ თემა რა არის, იცი რომ მაგაზი არ მიდის მსჯელობა. პირობა იყო UFC-ში ან ნებისმიერ სხვა თამაში, ტეკენი ან რამე, ხო, ნებისმიერი. Forza Horizon-ში ისა რა, შეჯიბრი, ხო და ეგ მაგალითები მომყავს, რა იცხოვრებისეულად უკეთ გაიგო, რას ნიშნავს ეს ლოგიკა და რომ ეს არ არის ფორმულები რა. ეს აზროვნებაა, ტვინის ნაყოფია, ხვდები? გონიერება არის ეს და ლოგოს ბერძნული სიტყვაა და სიტყვას ნიშნავს, ხო? და უფრო დიდ სივრცეში იოანეს სახარება იწყება, მასე თავდაპირველად იყო სიტყვა ლოგოს. ანუ ღმერთიო რა. ხო და უფრო რთული დისციპლინაა ვიდრე ფიქრობენ და ეს სერიოზული მეცნიერებაა, ხო და არ არის თამაში. ამიტომ ნუ უფრო შორს ვარ წავიდეთ, გეტყვი რომ ვარიანტი იმიტომ გამოირიცხება, რომ განა ჭეშმარიტება დაამტკიცა რა. არა, უბრალოდ თუ სიტყვა არ შეიცავს აასოსო და არის აქ და ეს შენ ინტერესში არ შედის, ავტორის მოთხოვნა შენ და მიიღო, მელაპარაკე ისეთ кейსებზე, სადაც არ არის და არის იასამანშია. ხო, მოკლედ ერუდირებული იქნებოდა სწორი, ხო, იმიტომ რომ მასში არ არის იმსჯელებ მაგაზე და ამ სიტყვაში ორივეა, ეც და უც და ავტორი კიდე თავგამოდებით ამტკიცებდა, რომ რაღაც მაინც არ იქნებაო. არა, ორივეა. ხო და ორივე რო არის, მაგას შეარწყვინი ავტორი, ანუ გააცუდე მისი მსჯელობა, ანუ მცდარია მთელი წინადადება. ოღონდ განა იმიტომ, რომ დასაწყისი არ შესრულდა, პირიქით შესრულდა და დასკვნაში დაამარცხე და შეარწყვინე. მგონი გასაგებია და უფრო მეც იგებ ამ სწორი პასუხებისგან და არასწორი პასუხების განხილვით, ვიდრე ოდესმე ვინმესთან მომზადებით. კაი, მადლობა კიდე ერთხელ და ცოტა ხანში სხვაებიც წამოვა და ჩაგიწერ, როგორც გითხარი, ხო?